წყვილი არის ნიკა რინგზე და გაინტერესებს ხო ვის ხვდები ალბათ მეკოა ესე იგი შენი მეწყვილია მე თქვენგან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე რა უნდა შემერჩია თქვენთვის Mary J. Blige-ის და Wyclef Jean-ის სიმღერა 911 შეგირჩიეთ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება და მოგიხდებათ ორივეს კმაყოფილები ხართ? Good. მადლობა. აბსოლუტურად სხვადასხვანაირები არიან მეკოც და ნიკაც და რომლებიც ასევე ნებისმიერ შემთხვევაში გულს დაგწყვიტავენ. სტეფანი ძალიან განსხვავებულია, ძალიან შეგვაყვარა თავი და ძალიან თბილი ადამიანია. ჩემი მეწყვილე არის ნიკა ლაზარიაშვილი. ნიკასთან რომ მოხვდი ძალიან გამეხარდა, გვაქვს ერთნაირი შანსები. სტეფანისთან თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში რა, ძალიან სხვანაირი სიტუაცია დამხვდა იქ, სხვანაირად მეგონა და რაღაცა. ძალიან შინაურული სიტუაცია და ძალიან მომეწონა იქ, ძალიან კარგი. ორივეს მოგვარგო კარგი სიმღერაა. ორივე ვჩანვართ ამ სიმღერაში. უფრო მეტი შანსია რომ გადავიდე, მაგრამ ცოტათი მაინც მეშინია. ნუ სწორი იყო თუ რა იყო, ეგ სტეფანე ვიცის, მაგრამ ძლიერი არის, მე ძალიან კი. ყოველ რეპეტიციაზე სულ ახალ რაღაცებს გვანახებს ხოლმე. ძლიერ რადგან დამაყენა, მე ჩემი თავის რწმენა მომცა, რომ მეც ძლიერი ვარ. ყველანაირად შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შოუ ვანახოთ საზოგადოებას, ტელემაყურებელს და ველოდები ძლიერ დარტყმას მერიმესგან. მაგრამ არც მე დავაკრებ. ორივე თანაბრად იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ ესე იყოს. დათმობას არ ვაპირებ, პირიქით თავ შევაკო. ბოლომდე მიყვები მას, რომ გავიმარჯვო, რა თქმა უნდა. კი, თანაბარი რინგი იქნება. მადლობთ ბატონო დავით. სისუფთავეა და მაგარი. ხო, ნუ ესე ხარ რთულია, მესმის. ჩემთვის რაივი უნდა. მადლობთ. მიბრძანდით თავისუფლები ხართ. მისი ნამღერი ბრმა კასტინგზე. წვნელის აზრით ორიგინალზე უკეთ ჟღერდა. იმპროვიზაციების მოყვარული ნიკა ლაზარიაშვილი. ამ კონკურსანტისგან კი ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. მერი მაგელაშვილი. Comes for me tonight, girl. I want to know that I love you. And no matter how tough, I wanna deal only to you. I won't reveal my tears. So tell the police I come tonight, Mr. I'm with you. It's gonna get me right. But
can try for a while. And every breath I find to say, yeah, is the heart in this four walls I wanna break. Ooh, I told her comes with his eyes, messing around with me is gonna get you alive. But when I look into your eyes, man, it's what the sacrifice. Oh, yeah. Someone please call 911. Say that my tools got shot down, and I'm always got shot down, and it's piercing through my soul. Feel my body getting cold. Someone please call 911. The energy is down, it's bipolar, and she shot me through my soul. Feel my body getting cold. მერი მაგელაშვილი, ნიკა ლატარიაშვილი, სტეფანეს გუნდი. მაშას სანამ სტეფანეს დავუთმობთ მიკროფონს, მანამდე მაიას უსმენთ. გაოგნებული ვარ ბავშვებო, ისეთი მაგრები ხართ, სწორად ძალიან დიდი მადლობა ესეთი მაგარი ნომრისთვის. აი, არ ვიცი, უბრალოდ ესეთი მამრობითი ვოკალი არ არის, აი ესეთი რაღაცეებით და ნიკა. უბრალოდ, თორე ორივე გამაოგნებლად მაგარი ხარ. მადლობა მაიკო. დათო გისმენთ? მე ვთხოვ სტეფანეს რომ გაუშვას ნიკა, რომ მერე მე ამ ღილაკს დავას. დათო გასაგებია, ლელა გისმენთ? ეს ის შემთხვევა, როცა არსო მკითხვას, რატომ ესე ვთქვათ დააჯახა ერთმანეთს ესეთი ძლიერი ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მიგვიღო ის ნომერი და მიგვიღო ის სიამონება, რაც მე ახლა მივიღე ამ წუთას და რაც მიიღო მთელმა დარბაზმა. ეს იყო არაჩვეულებრივი ნომერი. დიდი მადლობა სტეფანე. დიდი მადლობა თქვენ კონკურსანტებო. და ნიკა. გასაგებია. ახლა მოსვლო სტეფანეს. და მის გადაწყვეტილებას. მეც მინდოდა კაი ნომერი მქონოდა და მე მგონი მართლა გამოვიდა და მართლა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ თქვენ ნამდვილად არ ჩააგდეთ ეს ნომერი და მე ძალიან მინდა, რომ ძალიან მინდა, აი არ ვიცი, მართლა მინდა რომ ორივე გადავიყვანო, მაგრამ არჩევანი უნდა გავაკეთო და მომეც ნიკა მე და გადავა ორი. ნიკას მე ხელიდან ვერ გაუშვებ. აპლოდისმენტები. ნიკა ლაზარიაშვილი. გილოცავთ. მერიმა გზად არის რომ მოიტაცოთ. მე ადგილი არ მაქვს. მე შევსებული ვარ. საუცხოა მერიმამ შოუს მიღმარჩება. მე ძალიან გიხარ და დავაღიც. დავახლებოთ. აპლოდისმენტები. მაპატია, შოუნდა. ნომერი მაგარი იყო, გოგო ძალიან მაგარი, ვგიჟდები მეკოზე, მერიმაზე ვგიჟდები. მაგრამ მე ვიცი ნიკა როგორია, ნიკას ყველაფრის სიმღერა არ შეუძლია. შემდეგ ლაივზე თქვენ ნახავთ ნიკა რასაც იზავთ. სტეფანის დამსახურება, რა თქმა უნდა, ნახევარი 50% სტეფანი, 50% ჩემი რომ გადმოვედი რინგიდან. ცოტა ვინერვული, მაგრამ უშეს ყველაფერი კარგად არის.